დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში იმედის დღე მუშაობას განაგრძობს და ახლა უკვე ის დაპირებული რეპორტაჟი გვაქვს ჩვენს ეთერში სვანეთიდან. ის ფაქტი, რომ სვანეთში ტრადიციულად წყვებოდა მრავალი სახეობის და მრავალი ფორმის სარიტუალო პური, აი ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ საქართველო არა მხოლოდ ღვინის, არამედ პურის სამშობლოც არის. მკვლევარები სვანეთში გამოცხვარი პურების სახეობებს ძირითადად ყოფენ ორ ჯგუფად, ერთი გახლავთ მიცვალებულთა საპატივცემო და მეორე სადღესასწაულოდ. რამდენი სახეობის პური წყვებოდა სვანეთში და რით არის გამორჩეული ადგილობრივი ხორბალი, ამ ყველაფერს ახლა გავიგებთ ჩვენი რეპორტაჟიდან, სიუჟეტი ქეთი ილურიძე მოამზადა. დილის 8 საათი. სიჩუმეს სანთლის სითბო და ლოცვის ხმა არღვევს. სვანეთში ბეჩოს თემში, სოფელ ტბებში, სიმონ არღულიანის ოჯახში წარმოთქმული ლოცვა დღემდე განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს და თაობიდან თაობას გადაეცემა. დოლის ფქვილით გამომცხვარი ლემზირებით ხელში ოჯახის უფროსი ღმერთ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და სიმრავლეს შესთხოვს. ძველსა და ახალს შორის თავისებური ხიდით ხვდებით, რომ სვანეთში სვანური პური მხოლოდ საკვები კი არა, ისტორია და კულტურა, რომელმაც იმდენი სახეობის პური შემოინახა, რომ რაოდენობით ყველა მხარეს აჯობა. სვანური პური კარგად მოზელილი, კარგად ამოსული, სვანურ პურს არაფერი არ ჯობია. მაგრამ მიყვარს სვანეთი მართლა მაგრამ მიყვარს. ამიტომ სვანეთის ეთნოგრაფიის დასამოწმებლად სვანური პურის სახეობების გამოკვლევას ბეჩოში დაბადებული 82 წლის ვარდო უშხვანისგან ვიწყებთ. თუ გაინტერესებთ, ლემზრებს გამოგიწყობ, პატარ-პატარებს გავაკეთებთ. ესენი გაჩვენებენ ამას, ლემზრ, ასე. ის ფაქტი, რომ სვანეთში ტრადიციულად წყვებოდა მრავალი სახეობის და მრავალი ფორმის პური, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ სვანეთში გამომცხვარი პურების სახეობები რამდენიმე ჯგუფად იყოფოდა. მათ შორის წყვებოდა მიცვალებულების საპატივსაცემო და სადღესასწაულო პურები. მიცვალებულის პური იწყვება ეს არის მარტო შეგნით არაფერი არ აქვს ისეთი. ლემზრები რომ თავრდება, აი მაშინ ვიწყებთ ამებს. მერე რასაც რამ გავახერხებთ, ყველაფერი წყვება ლემზირი, კუბდარი, ხაჭაპური, შემებურად ლოცულობ. ღმერთო დიდებულო, კარგად მიმყოფე, შემოაჩხედა მელდუა. ლემზირებს მრგვალი ფორმის სარიტუალო პურებს იყენებენ ყველა ლოცვის დროს და წყვებოდა სადღესასწაულო დღეებში. ცხობის დროს წრეზე წმინდა სამების აღსანიშნავად სიმეტრიულ ნაწიბურებს აკეთებდნენ. ლემზირების გამოსაცხობად ძველი დროიდან საუკეთესო ხარისხის წითელი დოლის ფქვილს იყენებდნენ. იმ ხორბლის ფქვილი, რომელიც აცხობდნენ ძველად ამითი სხვადასხვა სახეობის პურს. წითელი დოლი ოქტომბერ-ნოემბერში ითესება და კალოობა, ანუ ხორბლის აღება ივნის-ივლისში ხდება. ეს ხორბალი ზამთარ-გამძლე საგვიანო ჯიშია და სანამ ხორბალი გამორჩეული გემოვნური თვისებების პურად იქცევა, თითოეული მარცვალი გრძელ და საინტერესო გზას გადის. თითოეული სვანი ოჯახი ცდილობს, რომ პურის გამოცხობის წესები ზედმიწევნით დაიცვან. სწამთ, რომ გარდაცვლილები ცოცხალთა ცხოვრებას თვალყურს ადევნებენ და მასზე სასიკეთო გავლენის მოხდენა შეუძლიათ. მოწყვეტილი იყოს სვანეთი გარე სამყაროს, ვერსად ვერ იყიდიდის, შენ თვითონ რო არ მოგეყვანა და მაგიტო იძულებული იყო ხალხი მოყავდა ეს კულტურა. ტრადიციად რო ვაქცევთ და ვთესავთ ყოველ წელიწადს, ეს ძალიან გვიხარია და ძალიან მოხარული ვარ. მე-18 საუკუნეში პური ერქვა ყველაფერს, რაც ფქვილით მზადდებოდა. გამომცხვართა, გაფუებულთა, სიმინდისა, ფეტვისა, იფქლისა და რადგანაც ყველა დასახელებული სვანური პურის სახეობები და რეცეპტი ეპოქის სარკეა, მოდით ჩავიხედოთ ძველი საუკუნის სარკეში და გავიგოთ რა ხდებოდა. სვანეთის მოსახლეობა საუკუნეების განმავლობაში გამოიბრძმედა, მოერგო მკაცრ ბუნებრივ პირობებს და შექმნა ისეთი საკვები, რომელიც გრძელი და მკაცრი ზამთრის პირობებში